აქციებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დღეს საღამოს 7-ის ნახევარზე კინოთეატრ ამირანში ქართული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პრემიერა გაიმართება. კინოსურათი სახელწოდებით ორი ბორბალი ეტლით მოსარგებლე ახალგაზრდა ბიჭის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც საკუთარი მიზნებისა და ოცნებების განხორციელებას ცდილობს. ფილმი 18 წლის რეჟისორმა ირაკლი დონაძემ გადაიღო, რომელიც თავად არის ნამუშევრის პროდიუსერიც და სცენარის ავტორიც. სურათის გადაღებები 6 თვის მანძილზე თბილისში მიმდინარეობდა. მთავარ როლებს კოსტა სანიკიძე და ეკუნა ყანჩაველი ასრულებენ. მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის მიზანია ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რათა ისინი უფრო თავდაჯერებულები და ინტეგრირებულები იყვნენ საზოგადოებაში. გავისაინოთ, ხო? ამის პროცესი საკმაოდ რთული აღმოჩნდა. იმ მხრივ, რომ მოგვინდა უფრო მაღალ ეტაპზე გადასვლა, აქამდე გვქონია ჩვენ მოკლემეტრაჟიანი ფილმები, მაგრამ ახლა გვინდოდა უფრო მაღალი ხარისხი დაგვედო, გვინდოდა უფრო მეტი გაგვეკეთებინა ვიდრე ადრე. ეს არის ჩემი სადღაც მეხუთე გადაღება. ძალიან საინტერესო გადაღებები იყო და ძალიან ბევრი საინტერესო რამ მოხდა. ბევრი მეგობარი შევიძინე ამ გადაღებებიდან, ბევრი საინტერესო რამ გავიგე და რაც თავარია, ბევრი ვიხალისეთ. და სიამოვნება მივიღეთ ამ ყველაფრისგან.